ვარ ლაზარე თამაზაშვილი 7 წლის. სწავლობ ქვედა სამების საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ძიუდო და მუსიკა. ყველაზე მეტად მეყვარს ძიუდო. ბავშვობიდან მეყვარდა ჭიდაობა და მაგიტომ შევედი ძიუდოზე. რაც თავი მახსოვს, სულ ჩუბობ და კარგად გამომდის. უმეტესად ჩუბობ გოგოსგან. არ მომწონს გოგოებს რო ჩაგრავენ. ძიუდოზე დავდივარ 1 წელი და ბევრი რამე ვისწავლე. მაგალითად მოგვერს ვაკეთებ კისრულს წამოენაგეს. ჩახტომით კისრულს. ერთხელ მქონდა შეჯიბრება და გავედი მეორე ადგილზე. პირველზე იმიტომ ვერ გავედი, რომ პატარა შეცდომა დავუშვი. მე ძიუდოზე კიდევ ვაპირებ, ვიარო 6 წელი. მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და მასწავლებლები. ჩემ სკოლაში ყველაზე მყარულია დანი. ყველაზე ჭკვიანები ვართ, მე და ვიკა ჯინჭარაძე. ყველაზე მშვიდია ელენე. ნიკოლა და ლივია ყველაზე ცელკი. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ნიჭიერი. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ მეტებზე შეყვარებული არ მყავს. სამაგიეროდ ბაღში მყავდა რამაზე შეყვარებული. უმგლოვესი მიზა დავცილდი, რომ სხვა სკოლაში შევიდა. გული დამწყებდა ძალიან მინდვიული. თორს რომ მოვიყვა, იქნები 36 წლის. მეყოლება ერთი შვილი, რომელსაც დავარქვენ სერგოს. ჩემ თორს დავარქვენ ვიკას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მოგული ვასაცი. არ მეყვირის და ყვავილები მაქვს მისთვის. გავიზრდები, მინდა გამოვიდე, ან მოჭიდავენ მშენებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 6 წლის ასაკში. მე მომწონს ჩემი ბავშვობა და მინდა ვიყო პატარა. მაგალითად 5 წლის. მე უკვე ვიცი კითხო. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ასოებიდან ყველაზე მეტად მომწონს ა, იმიტომ რომ ადვილად დასაწერია. არ მომწონს ასოგერაჰო, იმიტომ რომ აზე სამძნელია. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ძმა და ბებია. კიდე მინდა მყავდეს 3 ძმა. ჩემი ძმა არის 12 წლის და ქვია ნიკოლოზი. ის არის ჭკვიანი, ცელკი და სულ ჩხუბის ხასიათზეა. ჩემი აზრით ნიკოლოზი რო გაიზრდება გამოვაფეხბურთელი. მამიკო არის შრომელი ვაჟკაცი და უშიშარი. დედიკო არის ლამაზი ფილი და ბავშვობაში სულ გივლის და არ გტოვებს მარტო. ძალიან ვარ და არის ყველაზე კარგი დედიკო. ბები არის ძალიან ზრუნელი და ენერგიული. კიდე აკეთებს ძალიან გემრიელ საჭმელებს. ყველაზე კარგად გამოზის პელმენის გაკეთება. დედიკო აკეთებს ყველაზე გემრიელ სუპს. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს სოუსს. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 2 წელია ცეკვა მხედრული. ჩემი ძმა დადიოდა ცეკვაზე და მაგიტომ მეც მომინდა. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ფეხის ცერებზე დგომა. ადვილი ოძველი ილეთის გამეორება. ჩემი ქორეოგრაფია ავთო კახიძე. ძალიან მხიარული და მეგობრული მასწავლებელია. ზოგჯერ ყვირის და ძალიან უხდება. მაშინ ყვირის, როცა ბავშვები ვერ ვაკეთებთ მოძრაობას. ისე კარგი კაცია და ყველას გვიყვარს. ჩემი საყვარელი ცეკვაა მხედრული. საყვარელი ილეთია ეს. მუსიკაც ძალიან მიყვარს და უკრავ პიანინოზე. პიანინოზე რო დამეკრა იყო დედიკოს სურვილი. ერთხელ უკვე მქონდა კონცერტი. ერთი ადგილი შემეშალა, მაგრამ მაინც კარგად დაუკრა. კიდე მინდა ვცოდე დულზე დაკრა. იმღერად მიყვარს და კარგად გამოდის. ჩემი საყვარელი სიმღერაა სულიკო. საყვარლის აპლაუს ვეძებდი. მე ნიჭიერი იმიტომ ვარ, რომ დედა და მამა ყავს ნიჭიერი. დოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მათხოვრებს გავამდიდრებდი. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებს შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო.
ბედნიერება არის სკოლაში სიარული და დედიკო შეხვედრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.